მშობლიური ცეკვის ცეცხლი ცამდეა ბრიალო რეთო მომეც მუხლი მგლისა თანთა ცეკვით ვიარო დალოცვით თქვენ საქართველო და ანსამბლი ირაო უპირველეს ყოვლისა ქრისტიანობა. Გავალს დაესწრა. ღმერთის და უფლის მადლი არ მოგლებოდეს ჩვენს მომავალ თაობას. თაობას, რომელსაც დღეს აქ იხილავ იმედად. იმედად მომავალი ჩვენი ძლიერი საქართველოს.
იმედად იმისა, რომ ეს გოგონები და ბიჭუნები გაიზრდებიან ისეთი ვაჟკაცები და ისეთი ქალბატონები, როგორებისთვისაც იბრძვიან და ყოველდღიურ ომს აწარმოებენ მათი ხელმძღვანელები. Თქვენ, ძვირფასო მშობლებო, დედებო, მამებო, ძმებო, დებო, ბებიებო, ბაბუებო, მადლობა აი ამ ღირსეული თაობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ზრდით ასეთ ძალიან მაგარ შვილებს და აპლოდისმენტები უპირველეს ყოვლისა ჯერ თქვენ შვილებს. არსებობს ადამიანის ცხოვრებაში დღეები, რომელსაც უბრალოდ შეიძლება ასე დავარქვათ. დიდი დღეები. დღეს ასეთი დიდი დღეა. ამ ბავშვების ისტორიაშიც და იმ ადამიანის ისტორიაში, ვინც მასპინძელია ჩვენი და ვისი გულისთვისაც რეალურად შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ, ყველანი, აი ამ სავსე დარბაზში. ადამიანი, რომელმაც შეძლო და თავის მოსწავლეებს, თავის აღზრდილებს ათქმევინა ცხოვრებაში ყველაზე მაგარი სიტყვა და ამ სიტყვას ქვია მადლობა. ახლა კი ჯერი ჩვენზეა, რომ ჩვენ გადავუხადოთ მას მადლობა თავისი მოღვაწეობისთვის, თავისი შრომისთვის და თავისი ბრძოლისთვის. ეს ადამიანი სულ რაღაც ერთი თვის წინ 15 მარტს 77 წლის გახდა და მოდით ყველამ ერთად მიულოცოთ დაბადების დღე ბატონ თენგიზ სუხაშვილს, აი მშვენიერი ბანერი გვეხმარება ამის შეგრძნებაში. თენგიზ სუხაშვილი 77 წლის გახდა და იცით როგორი 77 წლის არის? ბევრ 25 წლის ბიჭს რომ აჯობებს ცეკვაში, ხაზის გასწორებაში, გასმაში, აი ესეთია დღეს 77 წლის თენგიზ სუხაშვილი და თქვენ მას ნახავთ და იხილავთ სცენაზე. პარალელურად ბატონი თენგიზის აი ამ ლამაზი თარიღისა არის მისი, არ ვიცი, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ლეგენდარული ანსამბლის სიხარულის 55 წლის იუბილე. 55 წელი. 55 წელი რამდენიმე თაობა ხალხო. რამდენიმე თაობა, რომელიც აი ამ ადამიანის თეფქვეშ აღიზარდა და გაიზარდა. იქრცა უპირველეს ყოვლისა ადამიანად. შეიძლება ისინი სულ სხვა პროფესიის ხალხი გახდნენ, მაგრამ მათ ისწავლეს ადამიანობა. ეს კი ყველაზე დიდი პროფესიაა, რაც ყოველთვის დეფიციტური. და მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ თენგიზ ამ ადამიანების აღზრდისთვის. სხვადასხვის სანამ ჩემი გამოსვლა იქნებოდა, აქ ორი ნომერი წარსდგა საქართველოს ორი ულამაზესი კუთხის, ერთი სვანეთიდან და მეორე სამაჩაბლოდან. პირველი ცეკვა მე პირველად ვიხილებ, ეს მე მგონი როგორც ვიცი დებიუტიც იყო ამ ცეკვის ლამპრობა. ეს არის ანსამბლი ირაო და დღევანდელი ჩვენი მასპინძელი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ანსამბლი ირაო და მათ მიერ შესრულებულია ეს ულამაზესი ნომერი, რომელიც დღეს წილად ხვდა მათ რომ გაეხსნათ და პატივი ერგობს რომ გაეხსნათ დღევანდელი ღონისძიება. მადლობა მათ და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს იმის გამო რომ დღეს აი ეს დღესასწაული 77 წლის და 55 წლის ეს თარიღები ორგანიზებულად მოაწყო, ორგანიზებულად შექმნა და აჩუქა ბატონ თენგიზ ის რასაც ქვია ყველაზე დიდი სიტყვა და მიღწევა ვარსკვლავი. ჩვენ ყველა ჩვენებურად ვარსკვლავი ვართ, მაგრამ ყველაზე დამსახურებული ვარსკვლავი ეს ბატონი თენგიზისა და ამისთვის ეკუთვნის მადლობა მას. ბატონო ლევან, მე მინდა ჩემგან მარცხნივ და საზოგადოებისგან მარჯვნივ დავანათოთ ჩვენი ლამაზი ხალხი და ლამაზი ადამიანები. აი აქ სხედან ბატონი თენგიზის აღზრდილები, მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ალბათ ყველაზე მეტი სამადლობელი ეთქვით ამ კაცის მიმართ. და მე სიამაყ მათი და წავიკითხავ დიდი სიამოვნებით ამ სიას. ქალბატონი ნინო ტურიაშვილი, აპლოდისმენტებით შევხვდეთ სათითაოდ ამ ადამიანებს. ქალბატონი ლონდა უგულავა, ქალბატონი ნინო რამიშვილი, ბატონი რეზო ჭანიშვილი, ბატონი იური ტორაძე,
ჯემალ რეხვიაშვილი, ბატონი ანზორ გვარამაძე, ბატონი რეზო ბერაძე, ბატონი ნუგზარ კაბანაძე, მისი ახალგაზრდა აღზრდილი ბატონი ლევან სუთიაშვილი. ლევან როგორი ხარდამჭერთა გუნდი ყავს. და ბატონი კახა დაშნიანი. და კიდევ ერთხელ დიდი სიამაყით გავიმეორებ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი უამრავი ქართული და ქართულ ღირებულებებზე აგებული ფესტივალებისა. მებრძოლი საკუთარ მოედანზე, რომელსაც ჰქვია სცენა, კახაბერ მარკოიშვილი. მადლობა, ბატონო კახაბერ, აი ამ დღისთვის, მადლობა ბატონი თენგიზის სახელით, ბატონი ამ ადამიანების და ქალბატონების სახელით და მშობლების, მოსავლების სახელით, რომ როცა ღვაწლი ფასდება, ეს ყველაზე დიდი მოვლენა და ამ მოვლენას მადლობა ეკუთვნის. სხვადასხვა მე ცოტა წავი ჟურნალისტე, ხო, ჩემი თავის წარდგენა დამავიწყდა. მე გახლავთ ჟურნალისტი ბესო ჭურვინიძე. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ბატონო კახა და ბატონო თენგიზ რომ მომეცით საშუალება მე ყოფილიყავი ამ საპასუხისმგებლო ღონისძიების წამყვანი და რა თქმა უნდა იმ ფორმატში ჩავჯდები რაც გავალია. მე ცოტა წავი ჟურნალისტად ხოდა იქ სოციალურ ქსელში ორი ადამიანის ეგრეთ წოდებული პოსტი მომხდა თვალში. მათ შორის არის ერთი ლევან სუთიაშვილი. და ლევან შენის ნებართვი. მე ხმამაღლა უნდა გავაჟღერო, ისედაც საჯარო პოსტი იყო და შენი სამადლობელი იყო ასეთი ბატონი თენგიზის მიმართ. ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელმაც ბევრ ბავშვს ასწავლა ცეკვა, მეგობრობა, ქართული ქორეოგრაფიის სიყვარული. შეაყვარა სცენა, გააცხოუცხო ქვეყნის ფოლკლორის და რაც დავარია ჩვენი ქართული. დაგვანახა თუ როგორ უნდა იცხოვროს და იმოღვაწეოს ადამიანმა საყვარელ საქმიანობაში. აი ამ სიტყვებში დევს ალბათ ის აზრი და ის 77 წელი და ის 55 წელი რაც უნდა გაიაროს დღევანდელმა თაობამ. ასევე თავში მომხდა ქალბატონ ირმან იორაძის პოსტი. ის დღეს ასე გემიზეზების გამო ფიზიკურად ჩვენთან არ არის, მაგრამ მადლობა ბატონო თენგიზ ჩემი პირველი ნაბიჯებისთვის. მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც თქვენ მე მომანიჭეთ. მადლობა ქართული სულისკვეთების სწავლისთვის. ირმა მიორაძე. აი ამ ორი ადამიანის ასეთი პოსტი მინდოდა წამეკითხა, რა თქმა უნდა, ყველას თავისი მადლობა ექნებოდა გამოქვეყნებული, მაგრამ ეს ორი უბრალოდ მომხდა თვალში. მოკლედ, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ჯარისკაცებო, დიახ, თქვენ ჯარისკაცის დედები ბრძანდებით, ჯარისკაცის მამები ბრძანდებით და ეს თქვენი შვილები მეომრები არიან. ყველა თავის ომს აწარმოებს ღირსეული საქართველოსთვის და ღირსეული საქართველოს მომავლისთვის. ყველაზე დიდი სატრაბახო ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი. ეს არის ქართული ხელოვნება, ქართული ცეკვა, ქართული მუსიკა, ქართული სიმღერა. ხოდა მოდით ამ ხელოვნებას გავუმართოთ.
სიხარულით დაცეკვი ქალაქური მოტივები. სალომე, შენ განსაკუთრებულად მადლობა ასეთი ლამაზი ჯეირანისთვის და ეს ანსამბლის სიხარული იყო დღევანდელი იუბილარი. მთელი წელი თქვენია, სხვათა შორის ბავშვებო, მთელი წელი თქვენი საიუბილეო თარიღია.
უფრო მაგარიტაში დაუკრავთ. ანსამ სიხარულს ბავშვებო, დარჩით. დღეს თქვენი საზეიმო დღეა და შესაბამისად ყველაზე მეტად თქვენ გაქვთ უფლება დღეს აქ ყოფნისა. დარჩით სცენაზე და თქვენი დამაგვირგვინებელი აკორდი დღევანდელი ღონისძიებისა. მე მინდა სცენაზე მოვიხმო ყველა ქორეოგრაფი, ვინც კი დღეს თავისი ბავშვები წარადგინა ამას სიმბოლურ დღესასწაულს. ხო, ყველა ანსამბლის ქორეოგრაფები შემოგზავნის სცენაზე და ბატონო გოჩა, მე მინდა რომ დამეხმაროთ ჩვენ გვაქვს სიმბოლური საჩუქრები, ასე ვთქვათ, სამადლობელი საჩუქრები ანსამბლებისთვის და მომწადით, ბატონო გვაქვს ბატონო ლევა. მომწადით ძვირფასო ქორეოგრაფები და რა თქმა უნდა სცენაზე უნდა მოვიხმო ჩვენი მოწვეული სტუმრები, გარდაო და შემოგზავნით, თუ შეიძლება, ხოლმე მომწადით. აბოლიცდებით შევეგებოთ ამ ჩვენს ღირსეულ ხალხს, ღირსეულ ადამიანებს და ძვირფასო ქორეოგრაფებო, სათითაოდ მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქტივობისთვის, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ზრდით ღირსეულ ქართველებს, ზრდით ბიჭებს ვაჟკაცებად და გოგონებს ქალბატონებად. აი ისეთებს ბიჭებს რო გოგონები შეუყვარდებათ და გოგონებს რო ბიჭები შეუყვარდებათ. აი ესეთი საქართველო იდგა ეს სცენაზე. და მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონო გოჩა, ჩვენ სიმბოლური მადლობები გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს და აი ეს მამაზი საჩუქრები გადავცეთ ანსამბლი ფეხული მინდა მოვიწვიო მათი გემგონელი სცენაზე და აბას მადარის მე შევინახავ ამის პრობლემა და მე წავიღებ სახლში ასე ანსამბლ ჩირაღდანს აი სიმბოლური საჩუქარი მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბატონი თენგიზის სახელით და ყველა ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წევრების სახელით. მივდოცოთ, კარგი ბა. მაშინ ჩვენს კამერასთან მოგიწვევთ ინტერვიუში, მაინც მოვაწვა ამ ყველაფრის მე. ანსამბლი კენარი. სამადლობელი ანსამბლ კენარს ჩვენგან და ბატონი თენგოზგან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მადლობა უნდა გადავუხადოთ. სად არის? ბატონო. შემოგზავნე სცენაზე. შენ რაღაცა საჩუქარის გამგებული. ბატონო უნდა ეს თქვენ ეს რაღაც საჩუქარია, რომელიც თქვენ უნდა გადასცეთ დიდი ალბათობით. მაშინ ორი წამო დამელოდეთ ბატონო ჩემო. დამელოდეთ. იყოს ეს არწივი სცენაზე გაიც. არ გამდიდე და არსად იმედია. საორგანიზაციო კომიტეტი. ასე დავდებ, რატო არ მიხდება თუ რა? შევინახავ, ხო? ბატონო, ჩვენი სტუმრები, საკუთარი მადლობა. მოსწავლეთ povasene და მისი მილოცვას წავიკითხებე ხოლმე ამის საშუალება ანსამბლი იერიანი მინდა სამადლობელი დავაჭირდო ბატონო ეს ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის რანაცნობი სახელია და რანაცნობი ხალხია ანსამბლი ირაო და სამადლობელი ანსამბლ ირაოს
ჩვენგან რა თქმა უნდა გვაცა უჩა დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტისგან და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა მადლობთ თენგიზის სახელით მონაწილეობისთვის და ასეთი შესანიშნავი ნომრებისთვის, რომლებიც თქვენ დღეს წარმოადგენთ მაყურებლის და საზოგადოების წინაშე. ბევრი სიხარული შეეხებოდა და რა თქმა უნდა ლეგენდარული 55 წლის ანსამბლი 55 წლის ისტორიის მქონე ღირსების მატარებელი და ადამიანთა ნაკრები, რომელსაც საერთოდ დღევანდელი დღე ეძღვნება. მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება პიონერთა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სხვა პიონერთა სასახლე ერქვა და წამოწდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ და დამაგვირგვინებელი იქნება დღეს საღამოს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ანსამ სიხარულის ვარსკვლავის გახსნა და კიდევ ერთხელ მიულოცოთ ანსამ სიხარულის ვარსკვლავის გახსნა და რა თქმა უნდა აგერ 7 აპრილს მამის საქმეს გისეულად და შემოიღეთ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა გევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები მინდა მოვიხსენოთ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი. მე ვიცი რომ კულისებში ბატონი იური ტორაძე ხელოვნება, ბატონი იური ხოთ და ბატონი კახაბერ მარკოიშვილი აპლოდისმენტებით შევერგებოთ ამ ორ ლეგენდარულ ადამიანს. ხალხს რომლის დამსახურებაცა დღევანდელი აი ესეთი ღამაზის საღამო და დაგვირგვინება კი როგორც მოგახსენეთ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იქნება. ბატონო იური, მინდა სიტყვა თქვენ გაგუწევთ. დიდი მადლობა ბატონებესო. მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, ქალბატონებო და ბატონებო. მშობლებს ბატონობესო ძალიან კარგად დაიწყო და გავიმეორებ, იმიტომ რომ ამის გარეშე საღამო ღონისძიება არც ერთი დღესასწაული თქვენს გარეშე არ არის. ქრისტიანსგა ბრავაზდაესწარით მეგობრებო, კოლეგებო, გაიხარეთ, გამრავლდით. აი ესეთი ლამაზი გოგონები და ვაჟები ქართული სულით გაზრდილ ეს ქართულ ცეკვაშია. და მე მინდა გავაგრძელო დღევანდელი დღის ზეიმის შინაარსი. კარგ კაცს, კარგ ვაჟკაცს, კარგ ქართველს ბატონმა რეზომ და ბატონმა ჯევალმა ძალიან კარგად კვედა ისე ლაკონიურად მოხაზეს სათქმელი. კარგ ადამიანს. ეხლა ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ბატონ თენგიზზე, ჩემი რეგლისზე, ახალგაზრდა სპეციალისტზე, თელ ოჯახზე, სუკაშვილების ოჯახზე, ანსამ სიხარულზე. მე არა ვარ პატარა ასაკის და მე ვახსოვს ბატონი თენგიზი და მე პირველად შევხვდით სცენაზე 45 წლის წინ. ეს იყო ამ სცენაზე ბატონო თენგიზ დიდი ოლიმპიადა ჩატარდა და მე თქვენ შევხვდით მე წყალტუბოს ანსამბლი ჩამოვიყვანეთ და თქვენ სიხარული გამოიყენეთ. დიდხანს იცოცხლეთ ბატონო თენგიზ. თქვენი კარგი კაცობით, თქვენი კარგი ქართველობით, კარგი ხელოვანი ბრძანდებით, ოსტატი, რომელმაც მრავალი შეკრთი გაზარდა, აი ასეთი კაცები ზრდიან. აფერუ მის ვაჟკაცობას, მის ხელოვნებას, მის ოჯახს და მის ქართველობას. დაგლოცოთ უფალმა ბატონო. კიდევ ერთხელ მადლობა და სანამ სიტყვა თქვენამდე მოვიდოდეს, მე მინდა ჩვენ სტუმრებს ვთხოვო ორი სიტყვით დავითმოთ. ბატონო თენგიზ, პირველსა იუბილეს 77 წლის და ანსამ სიხარულის 55 წლის თავს ანსამბლი კიევისაგან სამახსოვრო საჩუქარს მოგართმევთ ერთმა დიდხანს ბედნიერად და ჯანმრთელად იყავით, მრავალი კეთილი საქმე გეკეთებიოთ, რაც ამდენ ხანს აკეთეთ უკეთესი და უკეთესი. დაგლოცავთ დიდხანს იწოვეთ და ბედნიერად. ძალიან დიდი მადლობა. ახლა შემომაშველეს რაღაც სურპრიზი გქონიათ, მაგრამ ჯერ არა მოგიხმობ. ახლა
და რაღაცა სურპრიზი გვაქვს მე ვიცი. თენგომა ძალიან რომ მიყვარხარ რა ვქნა არ შემილია რო არა და ეს ცნობები მომხდარა მე ვარ მինუტი თავობა ჩემო შოკები 1972 წელს დედა მემიყვანა სასახლეში და მამიკა და მეძახდნენ ბაბაჭებმა რომ თქვა ფეშაპსია პატარავ აი ესე მეძახა რა უნდა თქვა იანა და იქეთ ამოიდგეთ იგივე მეო ჩემი ოჯახი მისი მეუღლე ლარ და თენგომა რა ვიცი მე მირებული და იცხოვრება იყო და ბედნიერი წლები მიყვარხარ ძალიან იქა სიცოცხლე თენგომა გაიხარე და ეს ჩემო კაკაკეთაზე სამთვით არის ბატაშორის ეს ნამუშევარი არწივი მე ადამიანი თანდები გაიხარე ოდიში კი არა მადლობა შენ ამ ემოციებისთვის მოვდა პირიქით მადლობა და ლევან ხო ულოცა ჩემს ამხსდეთ მარტო მასწავლებელთან ყოფილა და ამხსდა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ მარტო ცეკვა ვისწავლეთ ყოფნა და ავიზა ეგ დიდი სურვილი მაქვს მე რომ ეს ბავშვებიც დარწმუნებული ვარ რომ აღხდებიან და ჩემებსაც და მადლობა იმისთვის რომ ესე შემეძლო მოლოცვა რომ უკვე ჩემი მოსწავლეებით მომელოცა უღმესი მადლობა ყველაფერთვის დიდი მადლობა დიდი მადლობა საჩივი ულოცაო დიდი მასწავლებელო ძალიან დიდი მადლობა იმ ბედნიერი წლებისთვის იმ ყალისთვის რაც ჩემს ცხოვრებაში დატოვე მადლობა იმისთვის და ის ცეცხლისთვის რაც ჩემს კუთხში დაანთეთ მრავალი წელი და ის ცეცხლი კუთხისთვის და არასოდეს არ ჩაწერდა იმას მოგესალმებით რომ ნინო რამიშვილს ვასწავლეთ ცეკვას ბატონზე დიდი ხანია გიცნობ მაგრამ 100 ახლოს ამ ბოლოს წლებში გაგიცანე დავწყვეტი მეგობრებო რომ მარტო ქორეოგრაფი და ცეკვის მასწავლებელი კი არა დიდი ადამიანია და აუვარდეს ბატონს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანობა ეს პროფესია რომელიც ძალიან რთული სასწაულია ახლა მე კულისებიდან შემატყობინეს რომ პატარა სურპრიზი გვაქვს რა შობლებს აქვთ თქვენთვის სურპრიზი ჩემო ბატონო თენგიზ და თუ შეიძლება გამიმხილეთ რა ხდება ან ერთად ძალიან ხელავ გამდვილად ყველას მოგესალმებით და ჩემი მშობლების სახელით არა მარტო ჩვენი მშობლების სახელით მთელი თაობების მშობლების სახელით აი ცირები მადლობის სიგელი მინდა გადმოგცეთ ღვაწლოსილ ქორეოგრაფ ბატონ თენგიზ სუხაშვილს მის მიერ გაწეული თავდადებული შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის რომელიც მან მიუძღვნა მომავალ თაობებს ქართული ცეკვის სიყვარულისა და ტრადიციების გადმოცემისათვის დიდი მადლობა მრავალი თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისათვის მადლობა პროფესიული პასუხისმგებლობით სავსე შრომისათვის მადლობა ზრუნვისთვის მადლობა მეგობრობისათვის მადლობა უანგარო სიყვარულისათვის მადლობა და კიდევ ბევრი მადლობა და ჩვენ ვჯერა რომ მომავალში კიდევ ბევრი გულითადი მადლობის სიგელი გადმოგეცემათ ახალი თაობებისგან მადლობა ბატონო თენგიზ მადლობა დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ლალის ლალი დედას ის ჩვენი არ ვიცი მეორე დედა არის რომელიც ანსამსიხარულის გარეშე ნამდვილად ვერ იქნება ირაკლი ჩვენი მომავალია ბატონ ირაკლი შენ ჩემი შვილების მომავალი ხარ და შვილიშვილების უღრმესი მადლობა ბატონ მიშას ასევე თელ ანსამს შოღლებს უყალას ძალიან მიყვარხართ და ვხელავთ ეს ბატონ თენგიზ საკმაოდ ემოციური სიტყვა იყო და დასაფასებელი არ დასაკრავი
ახლა კი კულმინაციური სიტყვა მინდა ბატონ კახაბერს გადავცემ. დღემ მშვიდობის ჩვენო ძვირფასებო, მადლობა დამსწრე საზოგადოებას პირველ რიგში რომ აი ბოლომდე გეხართ და ასეც უნდა იყოს. ახლა ჩვენ აი ამ სიურპრიზებს გასაკვირველია შეუერთდებით კავშირის სიურპრიზით, თუმცა შეგვიძლია არ დავეთანხმო პატივცემულ მშობლებს, რომ ის ჩვენი სიურპრიზიც ეფუძნება, ემყარება ბატონი თენგიზის კაცობას, მის ადამიანობას, მის თავმდაბლობას ამავდროულად ყველაზე მაღალი კაცია, ყველაზე თავმდაბალი. უფლის წყალობა ჩვენს თენგოს და ჩვენ გადავწყვიტეთ კავშირმა, გამგეობამ მთელმა, რომ კავშირის უმაღლესი ჯილდო გადაეცეს მას. ამას ჩვენი ბატონი ბესარიონი წაიკითხავს და აქეთ მადლობას გადავუხდით ტელეკომპანია ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით განან. დიდი მადლობა კახა ბატონო და ახლა კი ბატონო თენგიზ. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისთვის აჯილდოვებს ბატონ თენგიზ სუხაშვილს საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით. უადრესად დიდი ჯილდოსთვის ეკუთვნის ყველას მის მოსწავლეებს, ეკუთვნის მის მშობლებს, მის ასწავლებს, მის ბავშვებს და ბატონო კახაბერს. დიდი მადლობა ბატონო თენგიზ. ახლა თქვენ და მოგზადეთ ჩვენთან და ჩაიბაროთ თქვენი უთვლილი გამადასტურებელი სამთი ამ ყველაფრისა. დიდი მადლობა თქვენ და სიმღერა თქვენია. ხოთ. ძალიან ყველა და თუ ცოტა შეტყვა გამომივიდა არა აგეხმაროთ. არა შესაძლებელი მაბადია უდიდესი სიყვარულით უდიდესი სიხარულით შევხვდით დღევანდელ დღეს ანსამბლი სიხარული მისი ყოფილი მოცეკვავეები მისი ამჟამინდელი კიდე ამათ წინაპრიადის მოცეკვავეები ქვეყანა ვირეკავდა ვილოცავდა ერთმანეთს ვილოცავდა და ამაზე დიდი ბედნიერება, ამაზე დიდი სიხარული, იმიტომ ქვია სიხარული ანსამბლი, ამაზე დიდი სიხარული ალბათ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს. სასახლე იყო, არის და იქნება უდიდესი აღზრდილი ძველი, ამისთანა კარგი გოგო ბიჭების და უდიდესი ქართული საქმის კეთებელი და მე მინდა ეს ჯილდო ჩემი ეკუთვნის ჩემ ყოფილ პედაგოგებს, ჩემ ყოფილ თანამშრომლებს, ჩემს იმ ხალხს, ვინაც მე შემასწავლა ცეკვა, ეს იყო ბატონი უშანგი ამბადანიშვილი, როგორ დავივიწყებ დღეს და ბატონი რომან კოხონელისა, რომელმაც მასწავლა ის ანაბანადან დაწყებული ადამიანობის აი შესანიშნავი მაგალითებით მომიყვანა მისმა დანატოვარმა აი ამ დიდმა სიყვარულმა აქამდე და თქვენთან წავდა კი აი ამეთი დიდი სიყვარულით გეღერებით მადლობა ქორეოგრაფთა კავშირს კავშირი აკეთებს ძალიან დიდ საერო საქმეს და უნდა იყოს დაფასებული და იქნება კიდევაც დაფასებული ჩემი ყოფილი მოსწავლეების კიდევ მომავალი მოსწავლეების და ჩვენი ოჯახის და ჩემი ანსამბლის მიერ იხარეთ, იბედნიერეთ მრავალჟამიერ და აი იმ სიხარულით გეულოთ რა სიხარულით თქვენ მოგვანიჭეთ დღეს. დიდი მადლობა ყველას ოცნით გეფერებით გეხოვეთ. არ დავიშალოთ სულ ორივე კუთხით ბატონობას და ბოდიშტით ანსამ სიხარულის ბავშვებს ხომ წინ მომიწიოთ ცოტა წინ მოიწიეთ დაუთმოთ ბავშვებს ასპარეზი მობრძანდით ნახეთ ჩვენი ულამაზესი ბავშვები და ანსამ სიხარულს მივესალმოთ კიდევ ერთხელ და მიულოცოთ 45 წლის იუბილე ბატონო მობრძანდით ჩვენთან ბატონო თენგიზ ბატონო ბესო
ძალიან მშვიდობა იყოს ჩართული დღევანდელ საზოგადოებას და ორიოდე სიტყვაოსა. ბარე 40 საუკუნეს რაც რომ ქართველს თავი ახსოვს, მრავალ ჯამიერს აგუგუნებ და ჩუქურთმას ქვაში აქცევს, წარბი არსად შეუხრია არც შევია წარბის შეკრას და რაც ქართველს შეუქმნია ღმერთმართლას და ამათ შექმნა. იგება საქართველოს, იგება ამ ბავშვებს და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას. ერთობით და სიყვარულით. დიდი მადლობა მომხმარებისთვის. ბატონო თენგიზ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ორმა იუბილეს. მადლობთ. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. დღეს ნამდვილად დიდი ზეიმი იყო და არის და იქნება კიდევ, იმიტომ რომ ასამ სიხარული მოაქვს ყოველთვის ბატონ თენგიზ სუხაშვილს. მინდა რომ მუდამ გამარჯვებით ევლოს, იმიტომ რომ ამდენი წელი 55 წელი არ არის პატარა და თვითონაც ასაკით 77 წლისა და მისი პირველი თაობა ვარ მე და ისე მახარებს რომ არ ვიცი და მოკლედ მე მინდა რომ მას გაუმარჯოს მუდამ სიხარული სიკეთე ყოველთვის ქონოდეს გამარჯვება მის ასამს და არის პიროვნება, არ ვიცი ასეთი ადამიანები დღესდღეობით კი რა საერთოდ არის ეს და იშვიათობა რომ ბუნებით არის ესეთი აი უაღრესად გემრიელი და არ ვიცი აი რა სიტყვები თქვა არ ვიცი ასეთი მაღალი დონის თვითონ პიროვნებაც მამაა მეორე ჩვენი იმიტომ რომ ესეა და დიდი ოჯახია ჩვენი მე მადლობელი ვარ უფლის რომ ასეთი ადამიანი და ესეთი ასამთან მე მქონდა შეხება და მე ჩემმა მშობლებმა რომ მიმიყვანეს ასამ სიხარულში და დღემდე სიხარული მაქვს იმიტომ რომ სცენაზე ვდგევარ დღემდე იმდენად ამასაც ყველაფერი გვასწავლა ის ადამიანობა სიყვარული რომ დღეს მე ადამიანი რომ მქონდა ქორეოგრაფი მქონია მისი დამსახურება ბატონ თენგიზ მინდა დიდხანს იცოცხლოს ჩემი თენგიზმა მასწავლებელმა სუხაშვილმა გამარჯვება გახარება და მრავალჟამიერ მას ულოცავ ჩემ საყვარელ მასწავლებელს თენგიზ სუხაშვილს დიდ მოღვაწეს როგორც პროფესიონალი მხრიდან თუ შევხედავ და ულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, უდაფასებას, უпростоრად ვარსკვლავის გახსნას და მეც ერთ-ერთი სიხარულელი მისი აღზრდილი ბედნიერი ვარ დღევანდელი დღისთვის და მინდა რომ სულ წინ და წინ ევლოს ამ სიყვარულს უკვე ვარსკვლავს ეკაშკაშოს და დიდხანს ეცოცხლოს ბატონ თენგიზს. დღევანდელი დღე ეძღვნება ბატონ თენგიზ სუხაშვილის ბრწყინვალე პიროვნებას, კარგ ადამიანს, კარგ ხელოვანს, ანსამბლის სიხარული გახდა 55 წლის, ხოლო ბატონი თენგიზი 77 წლის. ბატონ თენგიზთან მაკავშირებს ბევრი ათეული წლები როგორც კოლეგასთან, მეგობართან, კარგ ადამიანთან და დიდი სიხარულით გავიზიარეთ არა მარტო მე, მთელმა კოლეგიამ, სამეგობრომ, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მთლიანად გავიზიარეთ ეს დიდი სიხარული, ანსამბლს სიხარულის ეწოდნენ დიდი გამარჯვება და დიდი სახელი. დალოცოს უფალმა ბატონი თენგიზი პირადში, საზოგადოებრივში და საერთოდ ქართულ საქმეში. მინდა ჩვენი ანსამბლი ირაოს სახელით მიულოცო ბატონ თენგიზს და ანსამბლ სიხარულს ვარსკვლავის გახსნა ბატონ თენგიზს როგორც ვიცით 77 წელი შეუსრულდა ანსამბლს 55 და მინდა გულწრფელად მიულოცო მათ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას ძალიან კმაყოფილი და მადლობელი ვარ ამ ყველაფრით ჩვენთან მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა. ამისთვის მინდა მადლობა გადაუხადო თვითონ პიროვნებას ბატონ თენგიზ სუხაშვილს და მე მოხარული ვარ რომ მქონდა საშუალება ურთიერთობა მქონოდა ესეოდენ დიდებულ ადამიანთან. ულოცავ ბატონ თენგიზ ანსამბლის სიხარულის 55 წლის თავს ულოცავ ანსამბლის ყველა თაობას მადლობას ვუხდი თენგიზ მასწავლებელს იმ ღვაწლისთვის იმ დიდი სიყვარულისთვის და სითბოსთვის რაც ჩემთვის გასწია მან მაჩუქა მე ბედნიერი ბავშვობა და თენგიზ მასწავლებელთან არის დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ბედნიერი წლები მინდა მას უსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები სულ სიხარულით ევლოს თავის ანსამბლ სიხარულთან ერთად დასრულდა დღევანდელი ჩვენი ღონისძიება მიძღვნილი როგორც უკვე იცით და ნახეთ ბატონი თენგიზ სუხაშვილის საიუბილეო 77 წელს ეძღვნებოდა და ანსამბლის 55 წლის იუბილეს. უამრავი სიტყვები შემიძლია თქვა და უღალავად შემიძლია ვისაუბრო ბატონ თენგიზ სუხაშვილზე, თუმცა
იმდენად ემოციებით ვართ უკვე ყველანი გახარჯულები, რომ იმდენი სიკეთე და იმდენი ბავშვების სიმრავლე ვნახეთ, რომ ცოტა მოკლედ გეტყვით. და მინდა რომ ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი ვთქვა 55 წელი ემსახურო საქართველოს ქორეოგრაფიას, ქართულ ცეკვას, ბავშვებს, აღზარდო უამრავი თაობა, რომლებიც აგერ იყვნენ ჩვენთან წარმოდგენილები, არის ძალიან დიდი ღირსება და პატივი. რა თქმა უნდა ასია და ყველაზე მთავარი ბატონი თენგიზი არის კაცი, რომელიც არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი გადაკრული ერთი ზედმეტი სიტყვა მაინც ეთქვა მის ღირსებასა და კაცობაზე. პირიქით ყველაზე თავმდაბალ ადამიანად მეგულება და შესაბამისი ღირსებას, შესაბამისი ჯილდოც მიიღო კავშირისგან და იგი წარდგენილია ვარსკვლავზე ჩვენგან რეკომენდაცია გაწეულია. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის აქვე ვიტყვი კულტურის პალატას და დღეს საღამოს 6 საათზე გაიხსნება ანსამბლ სიხარულის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ბატონი თენგიზის სახელობითი ვარსკვლავი მოილოცნია და ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურო ანსამბლ სიხარულს და პირადად ბატონ თენგოს. დიდხანს სიცოცხლე და მრავალჯამიერ მისკაცობას.